მონაწილეებო, დღეს ჰელოვინის წინა ღამეს თქვენ გელოდებათ მჟავე ტკბილეულის ჩელენჯი. მზად იყავით. აქ შეიძლება მოხდეს ყველაზე მოულოდნელი და საშიში რა. თქვენ მოგელით ნამდვილი კოშმარი და იცოდეთ, აქედან თავის დაღწევას ვერავინ შეძლებს. მოგესალმებით, როგორც უკვე გაიგეთ, რომ გექნება მჟავე კანფეტების ჩელენჯი. ნახავთ, ვის შეუძლია ყველაზე კარგად ემოციების კონტროლი და მოტყუება. ნახავთ, ვის შეუძლია გაუძლოს ყველაზე მჟავე კანფეტები. ამ ყველაფერში დაგვეხმარება Brain Blaster, რომლის სიმჟავის დონეც ტვინი სამაფეთქებელია. წესები მარტივია, ამ ყოფში ჩავყრით ერთ მჟავე კანფეტს და 3 ტკბილს. შემდეგ ამ კანფეტებს კარგად აუღრებთ და გადმოვუყურებთ. ყველა თვალებს ავიხვევთ, რა დროსაც აუჩევთ თითო კანფეტს. ვისაც შეხვდება მჟავე კანფეტი, არ უნდა შეიმჩნიოს და ემოციებიც უნდა შეიკავოს. ხმის უმრავლესობით უნდა გამოიცნოთ, ვის აქვს მჟავე კანფეტი. ყველა დამარცხებული ან დამარცხებულები მიიღებენ არე კანფეტს. დავიწყოთ? კი! პირველი მჟავე ჩავდოთ. ვაშლის არომატით, ოღონდ მჟავე. და დავამატოთ 3 ტკბილი კანფეტი. ერთად არ დავთავრებიოთ და გავიკეთოთ ნიღბები. რაღაც ალექსანდრე მგონია. რატომ მეც? ალექსანდრე. ალექსანდრეს მო. რატო ალექსანდრე? დამიგერეთ ალექსანდრია. სო. ხელი ავიჭოთ, ვინ ფიქრობს რომ ალექსანდრე. ველი იყო? რა იყო? მართლა ვაშლის გემო აქვს? მაგრამ ცოტა გამიჭირდა. აი რა, ხო გითხარით ლაზარია? არა, დამას ხონა ყოველთვის შემოიცვლი. არა, მაიჩენ რა. ძალიან ისეთი იყავი. აბა რა უნდა მექნა? ძლივს მოვითმინე, კაი მჟავე იყო. წავა გეთრა, რატო ალექსანდრე? აიღეთ. თავიდან ძალიან მჟავე გემო ქონდა. შემდეგ ისევე, ანუ თვითონ ამ ხილის და მე რო ჩავყვიჩე, გაუმჟავდი. ძლივს მოვითმინე. ყველა მერტად ერთი ვეცე. წარმატებებს ფსიქოლოგიურად მომიზადო. ერთი 2-3 მაგიარეთ. უნდა მაგიარეთ. ჯერ არის. წამოიღო. აუ და ყარა. აცხარდნენ. შემდეგში ყურადღებით იყავით. აი მიდედა. მარტივი ჩელენჯი არ არის, მაგრამ ძალიან საინტერესოა. ამჯერად მარწყვის გემო. ხო, ოღონდ მჟავე. So, ახადეთ ახლა ვინმე. მეგონი ემილი. ემილი ანა მარია. ხო, ანა მარია. ვინ ფიქრობს ანა მარია არის? ანა მარია, იმიტომ რომ დაიჭყანა რაღაცნაირად. ჩემგან რა გინდა? ხო ვიყავ? მე ვიყავ მე. ბიჭო მე რატო მე? ეს არა მეორე და პირველ ნормალ. ეხლა რომ მეჭიტანა მაგას. აუ, აი მე სარე ჭამე. როგორ იყავი იმას ძალიან მჟავეა. ეგრევე არა მორეზე ხალ გავუშვათ, რომ შემამჩნევდით მე. აი.
მიდი. შემოჭამე ხო წერა? აი 3 2 1-ზე და წავიდა. 3 2 1. აი მოხო. შენ გამოგამოცად ხო წერა? აი. მაგარაზარჩი შევედი მიდი წაფწაფ. ხო. მოჩის. არ გამიგე. ამჯერად აღარ წავალი. შანსი არ არის. ალექსანდრე. მოიცა, კარგად დავაკვირდეთ. ეს არის არადა. შეხედეთ როგორ წიწდება. არა, შეხედე უბრალოდ როგორ წიწდება. ისევსა, მე რანერ იქნება. აი ხო. ალექსანდრე. ვინ ფიქრობს ალექსანდრეს? გაწიწდა ლაზარე. მართლა ვეღარ გაუზელი ისეთი. მაგარი იყო. ჟავაც მე შეხვდა და არის მე. კი! მიდი აბა წამი. ახლა შენ უნდა გასინჯო. მე რა ეს ხარო სინჯავს რა. ბატონო ალექსანდრე. აბა როგორია? ძალიან არია. აბა რა გეგონა? ეხლა დიდი სიამოვნებით გიყურებთ როგორ იტანჯა. და კაი გძნობა. ხო. საერთოდ არა კაი გზოვა. მაგრამ რაღაც ვიღაბი აქვს. რა თქმა უნდა. ეს ჯოლოა. რამდენი გემოყოფილა? ხო, თითო შარი 4 გემა. რეტომ ნახავთ ვინ ამჟავდება. ვსო, თავიფარეთ. ყველამ გეკეთა? კი. როგორ გავაგზავნოთ არ მაქვს კანფეტი? აი მაშ თავიდან. აი. და ეს დავამატოთ. 3 2 1 ემილი საეჭოდ იყურება. ემილი საეჭო. არა, მომხედე. მე მაინც ემილი მგონია. ლაზარეს რასა? და ემილი ვის გონია რომ ემილია? ამათ შორის ფიქრობ. ემილია. ხალი ვის გონია რომ ემილია? ემილია. ორნი ვართ მაინც. ალექსანდრე აი. აი ხო ემილია. რატომ მე კაცო მე რა შუაში? სამი აი. შეგიყავი? ხო, მაგრამ ალექსანდრე მე რატო ანუ ვერ ხვდები რა მესამე და მოვიდა უკვე ალექსანდრე. აუ ვიცი რა. ხო და სულ ალექსანდრეს თქვით და აი ხო? სხვა გემო რა გავიღოთ? არ დავრი. მე მგონი საზამთრო არ ყოფილა. ხო. ნახოთ.
ლაზარია ზედმეტად იღიმი ხარ ეხა ბიჭო ლაზარია ხელი აიწიეთ ვინ ფიქრობს ლაზარია გეურე ლაზარია ლაზარია ხო ლაზარია გამიჭირდა მაგარი guys მე ვიყავი და მაშინ ვიყავი მეც ამახლა გაგვიშალიჩეს ამ გამოდის რომ ყველას მშავე გქონდა მე კიდე მეგონა მოვიგერა მეც მეგონა სამაგრავით ყვები თქო ემოციებს უიჭერდა ეხლა შეგიშალა კი რადგან ამ ტურში ყველა დამარცხებული ხართ ამიტომ ყველა ჭამთ მწარეს აუარო როგორ ჭამწარეს ხო გამოვიცანი აი მეც გამოვიცანია გაგვიჩალიჩეს ეგრე უწესობა მე გაგვიჩალიჩე იმონა ჭამოს 3 ცეცხლის სიმწარე წამოიღო ეს რა ეხლა შანსი არ გაქვთ მოდით ესეც გავშალო და ავიღოთ ისეთ გემო რაც არ გქონია ეს გქონდა? კი შავი მარტო აი ეს არ გქონია შავი მოწ და 3 ტყუილი კამფეტი ვიღაცები გამზარდება ავიხარეთ ემილი რა სამდა შოულებრივი არა ამახან წარი შეიძლება შეგეთრე სახები არ ქონდა ხო ქონდა არ ქონდა გაიწითლდი ნენელა წითლდები მე ხო არა ესე ვერ სამოძრაო იდგა და იყურებოდა უეჭველი ერთ ნახე ლოგიკურად როგორც კი დაიწყო თამაში ანუ ეს როგორც კი მოვიხსენ ეგრევე ანომალია მქვა ანუ ამას აგნო ნახე რომ ციცინის შეხედე თუ ანომალია თავიდან ანომალიაზე მქონდა ერთი იმენა ვიცი რომ ვინ იძახის რომ ანომალია ძალიან მაგარი ემილია აი ემილია კარგი არ ვარ მე რა დაგვიმკიცე რა ხარ ვინ არის აბა შენ მე ჯერესა მე ეს არა მაგიკა შენ ვინ არის ემილია აი მოგაცნო მოვიგეთ ჩაკა ვიღაც გამწარდა კი კუდიანმა დედაბერმა წააგო მოვიმარჯვოთ პოპკორნი და ყუროთ აია ნახოთ როგორ გიყურებდი ეს ხო ხო აბა წამოეხა მოხავთ კომფორტულად არა იცი ძალიან კაია შენ დასაგერებ როგორ დაუშვიდა თავი ნენელა სიამოვნოა სასიამოვნო წითლდები ახლა ესე მოჩა ეგაგა კაცო ასერ შევიდი სწრაფად ჩავყარე ფოქსელებ აი ახლა ლიმონი ავუწ არც ერთ შემთხვევაში არ წავალებ სიმწარე იმუნიტეტს გაძლევს რომ აღარ წააგო მაგრამ სიმჟავე უფრო ძლიერია ნახოთ ლოგიკურად დავიწყოთ. შენ გვერდით გახარ და როცა ჭამ ძალიან ხრამუნებს, ამიტომ ვერ იქნება. შენ
ძალიან ჩვეულებრივად ხარ დაწყნარებული. ეგ პირველივე თამაშიც ეგრე იყო და შევავაგეთ. ძალიან იყიმი ხარ და ცდილობ რომელი შეჭამო, იმიტომ რომ ძალიან მჟავია და ვერ ითმენ. ამიტომ ანა მარია. მარა ისედაც ეგრე იყო პირველ თამაშიც ჩემს ლაზარია. ჩვენ სამავაგეთ. როგორ თქვენ ანა მარია? არაფერი, ლაზარე მგონია. ჩემი აზრით ნუ აქეთ აი ეს ორი არ მეეჭვება ძალიან. ემილი მას და ალექსანდრე მას ლოგიკურად იმჟელა და ნუ ანა მარია. მე რატო? აი რა? ანა მარიას სახელები ავწიეთ. აგი ხო? მოვიგე. გეუბნებით იმუნ აი მაძლევს სიმწარე. ახლა უფრო გამტარდება. აბა გემრია. დაველოდო. ჩაუჯდეთ და მიდი. აბა როგორ მიყურებდი რაღაც ესე? აბა წარმატებები, იმედია კარგად გაწითლდები. მიდი. ნახო. კარგია ეს უკვე მართლაც. აბა ნახო. გაუძელი. აი. გასასიამოვნოა. შეიძლება წავიდე, მაგის შემდეგ სხვა შევუყურებ. და რომ უყურებ რომ აი ხო. აია. როგორ კაია. ძალიან გემრიელი. აია, მაგრამ წარება. არა და მწარესას თავისი მოამი აქვს. კი. ცრემლები მომდის. ამ ჩვენ ჩელენჯი დასრულდა და მალე დაგიბრუნდებით კიდევ ერთი ჩელენჯით.